პასკა, გამოდი. თუ არ გამოხვალ, თქვენ გააგრძელეთ. ბოლო შტრიხი გაფორმება, შეგვიძლია მარწყვით ან მოცვით, მაგრამ მე მგონი მარწყვი უფრო მოუხდება. გავადნოთ შოკოლადი, თეთრი ღილები მაქვს. დავამატოთ ფერი. რომელს ფერი გამოვიდა? ჩავასხათ ყალიბში. ესეთი მოძრაობებით თანაბრად გადავანაწილოთ და გავუშვათ მაცივარში გასაგრილებლად. შემდეგ ავიღოთ ქვაბი, რომელშიც მოვათავსებთ 2 ცალ კვერცხის გულს, ნაღებს და შაქარს. ვანილიც დავამატოთ აქვე. მოვურევთ და გადავიტანოთ გასქურაზე იმისთვის, რომ მივიყვანოთ წამოდუღებამდე და ვადუღოთ დაახლოებით 30-40 წამი. ამას კი ვაკეთებთ მუდმივი მორევის პრინციპით, ძალიან დაბალ ცეცხლზე. მიღებული მასა კარგად უნდა გავაგრილოთ. სასურველი კენკრა მე ამ შემთხვევაში მოცვს ვიყენებ, რომელსაც გადავიტან ქვაბში ან ტაფაზე, დავამატებ შაქარს, წამოვადუღებ და დავამატებ 1 ჩაის კოვს სახამებელს. ჩვენი კენკრა მზად არის და ახლა უნდა გაგრილდეს. და გადავიდეთ მთავარზე. ხაჭო სასურველი იყოს ესეთი მშრალი და ფანტია. ხაჭო და კარაქი უნდა მივიყვანოთ ერთგვაროვან მასამდე. მე ბლენდერს გამოვიყენებ, თუმცა ხელის ბლენდერიც შეიძლება. კარაქი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, ისეთი საკმაოდ რბილი. ჩავთოთ. აქვე დავუმატოთ კარგად გაგრილებული ჩვენი ნაღები და კვერცხი. ისევ მოვურიოთ. სულ ეს არის. ჩვენი ყალიბი გაცივდა და დავიწყოთ ფენა აწყობ. ხაჭოს ფენა, შემდეგ კენკრა. ისევ ხაჭო და ისევ კენკრა. ზედა ფენა შეგიძლიათ დატოვოთ თეთრად, ან მე ცოტა კენკრას დავამატებ ზემოდანაც. მოვასუფთავოთ, გადავაფაროთ პარკი, დავადოთ ზემოდან თეფში, გავუშვათ მაცივარში და ვეუბნებით.